სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს. ღმერთმა ჩვენს თავის დროზე, როცა თავადინებებს აღგვადგინოს მარადიული სიხარულისათვის ჩვენს და ჩვენი გარდაცვლილი ადამიანები. ყველას მოგილოცავთ დღევანდელ აღდგომის დღესასწაულს, ვინც ვეზიარეთ თუ ვინც ვერ ვეზიარეთ, გარკვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც წმინდა ივანე ოქროპირი ბრძანებდა, დღეს ყველა უნდა გახარებული წავიდეს და ცოდვებზე ფიქრის დრო არ არისო დღეს. ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანს, როგორც იტყვიან, გზა მისცა მკვდრეთით აღდგომის თითოეულ ადამიანს და თითოეულ ადამიანს შეუძლია, რომ ქრისტესთან ერთად აღდგეს და ქრისტესთან ერთად მარადიულად სუფევდეს, მარადიულად იმყოფებოდეს ქრისტეს სასუფეველში. და ეს ყოფობა უნდა დაიწყოს აქვე, ამ მიწაზე. და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ქრისტესთან ერთად ყოფობა სწორედ აქვე დაიწყოს. სხვანაირად თუ აქ არ დაიწყო, არც იქ არ იქნება. ამიტომ უფალთან ყოფნა აქ უნდა დაიწყოს და ეს არის ადამიანისთვის დიდი ბედნიერება. ნახეთ როგორ ამბობს. სოფელსა შინა იყო, წარანდელი სახარებიდან რაც ჩვენ ერთად მოვისმინეთ. სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმა იგი ვერ იცნა. თვისთა თანა მოვიდა, ანუ თავისიანებთან მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს, არ მიიღეს. აბა ჯარცმას არ არის და რომელთა იგი შეიწყნარეს, ანუ ვინც მიიღო ქრისტე, მოსცა მათ ხელმწიფება შვილ ღვთისა ყოფად. ანუ მისცა მათ ხელმწიფება, რომ ღვთისშვილები ყოფილიყვნენ. წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერება აქვს მინიჭებული ადამიანს, რომ შენ შეგიძლია, რომ ღმერთის შვილი გერქოს. მაგრამ ამ ბედნიერებასთან ერთად პასუხისგებლობაც, რომ ღმერთის შვილი რო ხარ, ხო უნდა გავდე რაღაცით. შვილი მამას ხო უნდა გავდეს, არა? ხო და ადამიანი უნდა ღმერთს გავდეს. თავისი თვისებებით ნელ-ნელა უნდა ემსგავსებოდეს. ეს პასუხისგებლობა. მე არ მახსოვს ახლა რომელი ქართული ფილმია. ერთ კაცზე ლაპარაკობენ, რომ ესეთი კარგი კაცი იყო, ესეთი. ეგო მამა ჩემი იყო, ვიღაც ამბობს. კიო, კარგი მამა იყო შენ, მაგრამ ცუდი შვილის კარგი მამა. რაღაცა დაახლოებით ესეთია, შეიძლება ახლა ეს ფილმი გაგახსენდათ. ხო და მამა კი არის კარგი, მაგრამ ჩვენ როგორი ვართ, ეგ არის საკითხი. ჩვენ გვიხარია, რომ ღვთისშვილები გვქვია, მაგრამ ეს პასუხისგებლობა ამავდროულად. და მოგვანიჭოს ღმერთმა იმის ძალა და სურვილიც აგვიძრას, რომ მართლაც ვეცადოთ, რომ ღვთისშვილები როგორც უნდა ცხოვრობდნენ, ისე გაგვეტარებინოს იმ პასუხისგებლობით, იმ მორჩილებით მამისადმი მორჩილება ძალიან მნიშვნელოვანი, მშობლისადმი მორჩილება, ზეციერი მამისადმი მორჩილება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მორჩილების გარეშე გამოდის, რომ ადამიანი ეშმაკს უჯერებს. ღვთის მორჩილების უღელი გადააგდო ქედიდან ადამიანმა ნიშნავს, რომ შენ ეშმაკს უჯერი, იმიტომ რომ სხვა ძალა სამყაროში უბრალოდ არ არსებობს. ან არის მორჩილება ღვთისა, ან მისი მოწინააღმდეგე ძალის ეშმაკის. და სამწუხაროდ დღეს ადამიანებმა ჩვენ ღვთისადმი ურჩობას დავარქვით თავისუფლება დავარქვით და უფალი ბრძანებს, რომ ვინც ცოდვას ჩადისო, ის ცოდის მონა არის და მონა არ დაიმკვიდრებსო უკუნისამდე.
არამედ ძე დაიმკვიდრებსო უკუნისამდე და ვისაც ძე გაათავისუფლებსო აი ის დაიმკვიდრებს უკუნისამდე ანუ მარადიული სიცოცხლე ექნება და უფალი ამბობს რომ მე ვარო გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე და შეიცანითო ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ აი ეს არის ადამიანის ჭეშმარიტი თავისუფლება ადამიანის თავისუფლება არის ღვთის ნების მორჩილება რადგან ღვთის ნების მორჩილება ჩვენ გვასწავლის როგორ მოერიო ადამიანი ცოდოს როგორ გათავისუფლდე ცოდვის ტყვეობისაგან აი ამას გვასწავლის ჩვენ ღვთის ნების მორჩილება ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლება და როდესაც ადამიანი ამათ იმ ცოდვას ემონება ეს არის ცოდვის მონობა აი ამ მონობისაგან გაგვათავისუფლა ქრისტემ თავისი აღდგომით ამიტომაც არის რომ დღეს ყველას უნდა უხაროდეს ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა ამისგან გათავისუფლდეს რეალურად რომ გათავისუფლდეს ამაზე აქ ლაპარაკი წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებდა რომ ვინცომ თავიდანვე იმართულა მოვიდესო და მიიღოს თავისი საზღაური ვინც მესამე ჟამზე მოვიდაო ეს სახარებისეული მე-11 ჟამის იგავია იმასაც ნუ ეშინიაო მერთიო მოწყალეაო ვინც მე-6 ჟამზე მოვიდა თუ მე-9 თუ მე-11 ჟამზე უკანასკნელსაც მიიღებსო უკანასკნელს პირველს მისცემსო რაც იშრომა და უკანასკნელს მიანიჭებსო ანუ ამას მიმაგრებს პირველმა ხო ბევრი იშრომა სახარებისეული იგავიდან ბოლო სულაც 1 საათი შეიძლება დღეს აქ ვიღაც ბოლოს მოვიდა და ახსარებით არხვით ლოცვით როგორც შეფერის ერის ადამიანს არა შეიძლება იმან იმდენი ვერ გააკეთა სხვამ რო გააკეთა რომ მთელი წელი მარხულობს ვიღაცა მაგრამ მერტი ამ უკანასკნელ ჟამზე მოსულსაც იღებს თუ ადამიანი მთელი შეგნებით აკეთებს ამ ყველაფერს ჩვენ არ უნდა ვიყოთ დაუდევარი ჩვენი სულის ცხონების საქმეში შეიძლება ადამიანმა ხორციელი საქმე ზედმიწევნით აღასრულოს მაგრამ აი სულის საქმე შეიძლება ძალიან მიაფუჭეჭოს სამწუხაროდ ესეც ხდება მაგრამ რადგან ჩვენ დღეს პირში სული გვიდგას ამის გამოსწორებაც შეიძლება ამიტომაც დამწუხრებული დღეს არავინ არ უნდა წავიდეს ყველა იმედიანად უნდა წავიდეს და ყველა ღვთისადმი ერთგულების მცდელობით უნდა ცხოვრობდეს აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთმა მოგვანიჭოს სიხარული გულში და ყველა ჩვენს ახლობელ ადამიანს ჩვენს გარშემოყოფებს ოჯახის წევრებს ჩვენს გარდაცვლილებს დღევანდელი დღე ჩვენზე მეტად ჩვენს გარდაცვლილებს ახარებს იმიტომ რომ ისინი იმ რეალობის წინაშე დგანან რომ მათთვის მართლაც აი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის შეიძლება უამრავი ადამიანი ვინც სიცოცხლეში არ ფიქრობდა ამაზე აი ახლა ფიქრობს რომ გარდაცვლილი როდესაც არის ახლა ფიქრობს ამ ყველაფერს ეს მათთვის ძალიან დიდი სიხარულია მეორე მხრივ კი შეიძლება ეს რადგან წუხარებაზე არ ვლაპარაკობთ ამას მერესთვის მოვიტოვეთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ყველასთვის სიხარულია ვისაც ღმერთთან ყოფნა უნდა შეუძლებელია ღმერთის ხელიდან ვინმემ გამოიტაცოს ის თავად უფალი ამბობს რომ ჩემი ზეციერი მამის ხელიდან ვერავინ ვერ გამოიტაცებს იმიტომ რომ ის ყოველად ძლიერი ღვთის ხელიდან ადამიანს ვერაფერი და ვერავინ ვერ გამოიტაცებს გარდა ერთი რაღაცის რა არის ეს ერთი რაღაცა ეს არის თავად ჩვენი არჩევანი ჩვენი გადაწყვეტილება მეტი ვერაფერი თუ ადამიანს ღმერთთან უნდა ყოფნა როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს მაგრამ აი მთელი ხმით ყვიროდეს შინაგანად რა თქმა უნდა ახლა ქუჩაში კი არ დადიო რომ ღმერთთან უნდა ყოფნა ვერავითარი ძალა ღვთის ხელიდან ვერ გამოიტაცებს მაგრამ თუ ადამიანს ღმერთთან არ უნდა ყოფნა აი ღმერთთან ვერასოდეს ვერ იქნება არ იქნება იმიტომ რომ ღმერთს კი აქვს შენზე მეტი ძალა ადამიანზე რომ ძალით
დაგტოვოს, მაგრამ არ უნდა ეგეთი. არ უნდა ეგეთი, იმიტომ რომ სიყვარული ნებაყოფლობით არის. ესე ხო არ არის რა ძალით. ამიტომაც აი ჩვენ მოვიწადინოთ, რომ ღმერთთან ერთად ვიყოთ და ღმერთთან ერთად ყოფნა იქნება ბედნიერება. და ღვთის ხელიდან ჩვენ ვერავინ ვერ წარგვიტაცებს და მარადიული იქნება ჩვენი სიხარული. ღმერთმა მარადიული სიხარული მოგანიჭოთ თითოეულ თქვენთაგანს და ყველა იმ ადამიანს შეიძლება ეს ჩანაწერი მათაც ნახო, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ტაძარში დადიოდა დღეს რაღაცის გამო, 1000 რამ შეიძლება იყოს, რის გამო, რითი მოახერხა ეშმაკმა, რომ ისინი გაეყვანა ტაძრიდან. გზები სხვადასხვა, მისი მცდელობები და ხრიკები კიდე ძალიან დახვეწილი და მრავალფეროვანია. ზოგს არც მიუდგება, ზოგს ისე 1000-ნაირი გზით ეცდება, რომ ხელი ააღებინოს სულის გადაჩენაზე. ზოგ შემთხვევაში ახერხებს დროებით, იმედი ვიქონიოთ, რომ დროებით. და ამიტომაც დღეს არ არიან ტაძარში, მაგრამ მე იმედი მაქვს და ძალიან დიდი სიხარულით ველოდებით ჩვენ ყველა. ზოგი საერთოდ ემიგრაციაშია წასული და ღმერთმა მშვიდობით დააბრუნოს თავის მიწაზე, თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად, ისე რომ წასვლის სურვილი აღარ გქონდეს, აქ იყოს კარგად, ესე იგი. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ეხლა თუ არის აქ სტოაში თუ არის საკურთხები რამ, ნახეთ და ვაკურთხოთ. ან თუ ჯერ არ არის, მოდი ჯერ სამადლობელი როცა ვთქვათ და მერე